ამაო დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მამო, ადამიანი ერთ შეხედვით რაღაცნაირად თითქოს ვერ არის ბედნიერი და არც ჩანს მისთვის ბედნიერების არც მომავალი არც არაფერი. და როგორ შევატყოთ, რომ ჩვენ ვართ ბედნიერები? ვერ ხედავს ეშმაკმა დაუმალა ბედნიერება თითქოს. ღმერთმა ადამიანი შექმნა ბედნიერებისთვის. და სამწუხარო ფაქტია ის, რომ ადამიანი რაც უფრო შორდება ბედნიერების წყაროს, უფალს, ის უფრო და უფრო უბედური ხდება. მთავარი და მთავარი რაში მდგომარეობს ჩვენი ბედნიერება? ჩვენი ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ღმერთთან. პავლე მოციქული რო ბრძანებს, რომ მარადის გიხაროდენო. რა უნდა გვიხაროდეს, ხო? ამდენი ომი, ამდენი ხალხი იხოცება, ამდენი უბედურება, ესეთი დაპირისპირება, ყველაფერი. უნდა გვიხაროდეს ერთი, ის რომ ყავს ღმერთი, რომელიც ყველაზე მეტად მონდომებულია, რომ ჩვენ გვაცხონოს, იმიტომ ყველაზე მეტად უყვარვართ, ყველაზე მეტად იცის ჩვენი მომავალი და ყოვლის შემძლეა. ამ სამს თუ გავაერთიანებთ, მიხვდებით, რომ ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ესეთი ღმერთი გვყავს. მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ადამიანები ხშირად აი თავის ეგოისტურ ნაჭუჭში ჩაკეტილები არიან და მარტო საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე ზრუნავენ და რო ვერ გამოსდით, გაღიზიანებული იმის ბრალია, იმას ადანაშაულებენ, თვითონ გამწარებულები არიან. ეს ყველაფერი მერე მათ ჯანმრთელობაზე აისახება და გაუბედურებულები არიან და არადა ყველაზე მთავარი რა არის იცი, როცა ადამიანი სხვისთვის ცხოვრობს, როცა ადამიანის ცხოვრება დაკავებულია, რომ სხვას ნუგეში სცეს, სხვა როგორღაც გამოიყვანოს რაღაც უბედურებისაგან, რითიმე დაეხმაროს ეს საკვები იქნება, მატერიალური იქნება, თუ რაც იქნება, აი ეს აბედნიერებს ადამიანს. და უფალი ხო ბრძანებს, რომ ვისაც რა გაუკეთეთ, ამით მე გამიკეთეთო. და თუ კი ჩვენ უფალს გაუკეთებთ ამას, ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც უფალი გვიგზავნის, მაშინ ამას დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ ღმერთმა აი ამ გზაზე დაგვაყენა, თავისკენ კომპასი გვაქვს, რომ უფლისკენ წავიდეთ და დიდება და მადლობა უფალს, რომ წინ თუ რაღაც შეგვეღობება, ვიცით როგორ გადავლახოთ, თავდაბლობით, სიმშვიდით, რადგან უფალი გვეუბნება, ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალგულითა და ვპოვოთ განსვენება სულთა თქვენთან. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. ეს არის ბედნიერება. ყავიოსოს ღმერთი. და მამო, ამ ქვეყნიური პრობლემა როგორ არ უნდა მოგვერიოს, იმიტომ რომ აი უბედურები იმიტომ გონია თავი, რომ გვერევა ამ ქვეყნეული პრობლემები და მაგითო. ეს ბუნებრივი რამეა. ქრისტე ხო ამბობს, რომ ერთი ღერი თმა ღვთისგანგების გარეშე არ დაგვარდება და თუ კი უფალი დაუშვებს, რომ ჩვენ ან ავად გავხდეთ, დიდება და მადლობა უფალს გვეცოდინება, რომ ეს ღვთისგანგებით მოხდა ჩვენი სული საცხოვნებლად. ეს არის ღვთისგან მისი ნალურსმევი ხელისგან მოწოდებული წამალი, ოღონდ ამ შემთხვევაში მწარე წამალი. რამდენჯერ უფალს მოუწოდებია ჩვენთვის ტკბილი წამალი, ამ შემთხვევაში მწარე წამალი, რომ ავად გახდა, ან უმუშევარი დარჩა, ან ვიღაცა მცილი დასწამა, ან მრავალწერტილი და ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა მიიღოს მადლიერებით, დრტვინვის წუწუნის გარეშე და უთხრას დიდება და მადლობა უფალო შენ ყველაფრისთვის. თორე ის რომ ადამიანს არაფერი არ აკლია და მადლობს ღმერთს, ეს გასაკვირი არის. აი განსაცდელში უნდა უმადლობდეთ ღმერთს, თავარი ეს არის. ღმერთმა მოგცეს ამის განცდა. დიდი მადლობა.